14 წლის მუსიკოს დაჭიღლონზე აქამდე არაფერი ვიცოდი. როცა ამ ვიდეოს გადავაწყდი, მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი. ყველაფერი კი ამ ერთმა სიმღერამ განსაზღვრა. ეს ხმა მგონი ერთდროულად გამოხატავს ყველაფერს. გულიდან ამოსული გრძნობების გაუყალბებელი მაგალითია და გამოხატავს სიხარულს, აღტაცებას, გულის წყრომას, ან იქნებ უსაზღრო სევდას ერთდროულად. გული ყვირის საკულედან ისაქარი არ არის ისაქარი გულიდან თუ არ მოგდის ის ემოცია, რომელსაც სიმღერაში ვშდებ, ისე მოღავს ვერ დავიჭერ სიმღერას. ვინ არის ამ საქმეში, ამ გზაზე, მუსიკალურ გზაზე, ყველაზე დიდი შთაგონებით და ვინმე მუსიკოსი არ ვიცი, ან რომელიმე სიმღერა? მუსიკალურ გზაზე ყველაზე დიდი შთაგონება არის მამა, იმიტომ რომ მამა არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ხალხური და ქალაქური სიმღერები. ღერის თვითონ. თვითონაც ღერის, კი, ხმაში არის ხოლმე ჩვენ ოჯახში მრავალხმოვანობა და ძალიან გზავნებს ამის კეთება და ეს მუსიკოსის გაბრჩევას მე ჩვენი მამა გამოვარჩიო, იმიტომ რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც პირველად დაგვაწყებინა სიმღერასთან შეხება. ღვინოზე გაქვს ფანტასტიკური ნამღერი და დაგილევია ღვინო. ღვინო დამილევია კი, მაგრამ უფრო მეტად სიმღერა უფრო მომწონს ღვინოზე, ვიდრე თვითონ ღვინოს გემოხდა. ღვინო საკაოში ყველა სიტყვით საბა დაჩიზე უკომენტაროთ. რატო? ძალიან მაგარი ბიჭია და ისეთი სმენა აქვს რომ ტყუილა არა იყვანეს ხო ირექვიემშიც და ანუ თელ ემოციას დებს სიმღერაში და იმ მუღამს უჭერს, რასაც ბევრი ვერ უჭერს ალბათ სიმღერას და ეს გამოვარჩევს ალბათ ყველაზე მეტად სხვა ბავშვებისგან და ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებ. ეხლა დებიუტი შედგა მისი დიდ სცენაზე და კიდევ მრავალი კონცერტი ელის დარწმუნებული ვარ და მე რაც შემეძლება იქ გიტარის აკომპანიმენტს ხან თუ მეორე ხმას უმღერებ ხოლმე ყოველთვის. რა თქმა უნდა გრძნობ ძალიან ბევრ ამას, გამოხატვის შესაძლებლობაც მაქვს, რადგან ყველაფერს აღვიქვამ, რაც ხდება სცენაზე და ძალიან მიხარია, რომ შემიძლია გრძნობები გამოვხატო და თანაც ესეთი გრძნობები, რომელსაც რექვიემი მოიცავს. დიახ. გაგიჩინე საქმე რა, ფაქტობრივად რა შეიძლება ამათ გამოჩე, რაღაცი რა. ამათ გამოჩე შეიძლება. მიხურე რა. ეს ისეთი რამ არის, რომ აი შემიძლია ვთქვა, რომ ჯადოქრობა არის და ვერ ამოვხსნი როგორ ჯადოქრობა. აფერია ეს ჯადოქრობა. მოდი იყოს თეთრი, რადგან ძალიან კაშკაშა არის და თუ კიდე მეორე ფერსაც შემოკითხებოდით, მწვანე, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ფერია.
იმღერა სრული მიძღვნით მოახერხა. გასაკვირველია, კი, ეხლა არ იდგებოდა იქ მე რომ ესე არ ვთვლიდი რა. იმიტომ მანამდე გავიარემე ეს პროცესი შერჩევის. ამიტომ დგას იქ სადაც უნდა იდგეს და დაჩი უნდა იდგეს ამ შემთხვევაში. ყოველ დღე ხუტები და კარგისა ვესალმებით სიყვარულით ერთმანეთს და კონტაქტი მართლა გვაქვს. ეხლა ყველაზე ძნელი სიმღერა და საერთოდ გამოსვლა არის თბილისში. სადაც ის მამიდაშვილი, ბიცაშვილი, მშობელი, მტერი, მეზობელი და იქით ევროპაში პრობლემა არავის არ იცნობს. ამიტომ გაცილებით უკეთესად გამოხატავს შენ თავს. თითქოს ბედის წერაცაა, ან უსათაურო ზღაპარი მუსიკით შთაგონებულ ფეხბურთელზე, იდუმალ და ჯადოსნურ დაჩიღლონტის სუპერ ძალებზე, სცენასა და მოედანზე ერთდროულად. ფეხბურთის იმნი დინამო გიმღერია? კი, მიმღერია. დინამოში თამაშობდი მე ადრე და იქ ვღეროდის ხოლმე ხშირად. გინდათ ფეხბურთელი გახდეთ თუ უბრალოდ თამაშობთ? რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია რომ გავხდე ფეხბურთელი და ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ვასახელო ჩემი ქვეყანა და ამჟამად ამ მიზნისკენ ვცდილობ რომ ნაბიჯებიც მივიდე. სად უფრო მეტი აღმაფრენა სტადიონზე თუ სცენაზე? უფრო მეტი ემოციები იმის მიხედვით რომ ხალხი უფრო მეტია სტადიონზე, ალბათ უფრო სტადიონზეა, მაგრამ სცენას უფრო სხვა გრძდება და სხვა ემოცია ჭირდება. გოლი თუ კარგი სიმღერა? გააჩნია გოლს და გააჩნია როგორ იმღერებ, ან სად იმღერებ იმასაც. აქ უფრო ანუ შეშტომის დაშვების უფლება გააქვს, მაგრამ ძალიან რთულია რომ შენ შეშტომი შეიძლება გოლი მოყოს და ეს ძალიან ცუდია და ჩემთვის ახლა უფრო მოედანზე რთული, იმიტომ რომ სიმღერაზე არ ვნერვულობ საერთოდ და მოედანზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია ჩემი აზრით. რამით გავს ერთმანეთს ეს ორი ამბავი? კი, ორივე გავს ერთმანეთს, იმით რომ ძალიან დიდი სიამოვნება უნდა ჩადო ამაში, ძალიან დიდი სიყვარული ჭირდება და თუ არ გსიამოვნებს ამის კეთება, ისე ვერაფერს ვერ შეძლებ, ვერც ფეხბურთელობას და ვერც სიმღერის კარგად შესრულებას. რა სიმღერას სიმღერებ გამარჯვების მერე? რა თქმა უნდა, რამე სასიხელო სიმღერას ნებისმიერს. აი რამე ხიარულს უფრო რა. აი ფიქრობ ხა. აი საზამთრო შეიძლება, იმიტომ რომ ხიარული სიმღერაა და თან ჯას უკახით ძალიან გვიყვარს და შეიძლება შეუსაბამო მოგებას ეგ. და საზამთრო ბურთს წააგავს? კი, თან წააგავს, ხო, მგვალი ორივე და ეგეც კარგი იდეაა. ნეტა, საიდან იწყება სამშობლო? იქნება იქიდან, სადაც ერთი ადამიანის ხმაც კმარა, ან ერთი გოლი კმარა შენი გუნდის კარში და თუ ასეა, სანამ ამ ქვეყანაში მით უმეტეს ბავშვობიდან ასე მღერიან და თამაშობენ ფეხბურთს, იქნებ სამშობლოც ცოცხალია.